ბატონი ნანას მშვენიერებას და რუბრიკა არტისტს არ გინდათ ეხლა არ გინდათ ეხლა გვინდა მე იმაშია რომ მე და დაცოს რომელსაც ძალიან გვიყვარს ჩვენი თეატრი არ ვიქნებით ახლა მიკერძოებული უბრალოდ ვისაუბრებთ რუსთაველის თეატრის გასტროლებზე რომელიც შედგა სენაკში დათო და მე მოწმება რომ სენაკთან ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. სილამაზის თეატრი აქვთ საქმიანი რა ხალხია და როგორი შემოქმედებითი ქალაქია ხორავა სახელობის სახელმწიფო თეატრი და სხვათა შორის გახსნაზე ვიყავ ეხლა უკვე მომეცი ამის საშუალება როდესაც გაიხსნა დიდი რემონტის შემდეგ მე და მურმან როგორც იქაურები და შვილებმა საპატიო მოქალაქეები სენაკის მიგვიწვიეს და ჩვენ ვითამაშეთ იმ თეატრში მსახიობებთან ერთად რა თქმა უნდა და რაღაცა წარმატებულად გავხსენით ეს თეატრი და მას მერე უკვე დაიწყო ჩვენი თეატრის ურთიერთობები თამუნაფშილავა და იზორიასთან ერთად ჩვენი პარტნიორები იყვნენ და ძალიან მომწონს ის ამბავი რომ ჩვენ მე პირადად უკვე აი რეგიონების თეატრებთან მაქვს ურთიერთობა თანამშრომლობა და ვფიქრობ რომ ნებისმიერ არტისტს ეს უნდოდეს თუ კი მიიწვევენ რა თქმა უნდა ხო რა თქმა უნდა და ეს ყველაფერი გამდიდრებს უფრო დათო შენ ხო ხარ ამის მოწმე გორის თეატრთან დაკავშირებით და აყურებელზე ქალბატონო ნანა განსაკუთრებულად ხვდებიან და განსაკუთრებული სითბო მოგაქვს და ის ატმოსფერო უნდა შეიგრძნო თუ რა პირობებში არიან ჩვენთან შედარებით ის მსახიობები რომლებსაც უზომოდ უყვართ თავის თეატრი ძალიან ნიჭიერები არიან და მოკლედ ეს ყველაფერი წაგადგება გაგამდიდრებს ნამდვილად და ჩვენი თეატრის გასტროლები გადავიღე დათო იქ ვიყავი იმიტომ რომ გოჩა კაპანაძის სპექტაკლი მილიონერი ნაპოლი გავიდა ედუარდო დე ფილიპო ეხლა ეს ცნობილი დრამატურგი ყველასთან რაღაც ხალისიანად არის ხოლმე წარმოჩინებული და ჩვენი სპექტაკლი სწორედ მიესადაგა იმ ატმოსფეროს და წარმატებულად წავიდა გადავიღეთ ჩვენი კოლეგები დათო ისე რომ ალბათ ახლა უკვე აჩვენებენ ჩვენს მოდით ნახოთ ერთად წარმოდგენას კი ბატონო და მე თუ კი მეტყვით ორ სიტყვასაც დავამატებთ არ ვიცი რატომ არ გადის ახლა ნახოთ სიუჟეტი გავა თუ არა და შევავსებ მე იმით თქმით რომ შემდეგში უკვე წავიდნენ დაბალ სვანეთში იქ კონდათ ხო სპექტაკლი მე იქ უკვე არ ვიყავი ისე რომ თეატრმა რეგიონებში უფრო აჩვენა თავისი სახე ძალიან მნიშვნელოვანი ეს მნიშვნელოვანია თქვენი კოლეგებისთვისაც და მაყურებლისთვისაც. მოდით ვნახოთ სიუჟეტი. მაყურებლისთვის კი ბატონო. თეატრალური ისტორია ჩვენს ქალაქში დაახლოებით იწყება 1891 წლიდან, თუ პირველი სპექტაკლი დაფიქსირდა მოყვარულთა მიერ დადგმული მოლიერის ძალად ექიმი. შემდგომ უკვე საუკუნის ბოლოს ყველას კარგად მოეხსენება უდიდესი პროექტი ნიკო ნიკოლაძის მიერ დაგეგმილი, რომელიც ეხება სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას თბილისი-ფოთი და ამ ქალაქში გაჩნდა ახალი სადგური, რომელსაც დაერქვა ნოვი სენაკი, ანუ ახალი სენაკი და ამ სადგურის უფროსი გახლდათ ცნობილი ქართველი დრამატურგი აუქსენტი ცაგარელი. ანუ ის მის მეუღლესთან ერთად ხელს უწყობდა ამ რეგიონში თეატრალური ხელოვნების განვითარებას. შემდგომ ისტორია გვიყვება, რომ 1900-იანი წლების დასაწყისში უკვე ამ დას, მოყვარულთა დას შემოუერთდა ბატონი აკაკი ხორავა.
და ალბათ იცით რომ ჩვენ თეატრი ატარებს ბატონი აკაკის სახელს, რომელიც ნამდვილად საამაყოა, იმიტომ რომ ბატონი აკაკი ნამდვილად მსოფლიო რანგის ტრაგიკოსი მსახიობია და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ. თეატრის შენობა, რომელიც სენაკის ცენტრალურ მოედანზეა აგებული ბაროკოს არქიტექტურულ სტილს განეკუთვნება, მისთვის დამახასიათებელი კოლონებით, კლასიკური ორნამენტებითა და ჭაღებით. 1980 წელს დიმიტრი ბარქაიამ ვესტიბიულისა და საკონცერტო დარბაზის ჭერი მოხატა. შენობას სარეკონსტრუქციო სამუშაოები პირველად 1984-85 წლებში ჩაუტარდა, მაგრამ 1992-93 წლების სამოქალაქო და 2008 წლის აგვისტოს ომების დროს ნაგებობა დაზიანდა, რამაც თეატრის შემოქმედებითი პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა. მორიგი რეკონსტრუქცია კი 2016 წელს დასრულდა. 2008 წლის 8 აგვისტოს ამსახველი ფოტოებიც არის ჩვენს მუზეუმში, რომელიც შეგიძლიათ დაათვალიეროთ. ეს არის ის სივრცე, სადაც გვერდით ჩამოვარდა ეს მართლაც საშინელი ბომბი. ხედავთ თუ რაოდენ ზიანი მიაყენა შენობას და ამიტომ მოხდა დაიგეგმა სენაკის თეატრის სრული რეაბილიტაცია, რომელიც დაიწყო 2015 წელს და უკვე 2021 წელს განახლებული თეატრი უკვე წარსდგა მაყურებლის წინაშე. არაჩვეულებრივი შენობა დგას და რა თქმა უნდა ეს შენობა უნდა ღირსეული რეპერტუარით უნდა იყოს გაჯერებული. ჩვენ ვცდილობთ ამას. უამრავი კლასიკური ნაწარმოებები გვაქვს რეპერტუარში, ასევე საბავშვო რეპერტუარი და ძალიან პოპულარულები ვართ დასავლეთ საქართველოში და მაყურებლის მხრივ ძალიან მოხარულები ვართ, იმიტომ რომ დაახლოებით 14 მუნიციპალიტეტს ვემსახურებით. სენაკის თეატრში ჩამოდის ესეთი ქალაქები და როგორც არის ზუგდიდი, ფოთი, სამტრედია, ქუთაისიც კი გსტუმრობს ჩვენ და ყოველთვის კმაყოფილები რჩებიან ჩვენი პროდუქციით. მაყურებელი იზრდება, რეპერტუარი იზრდება და მომავალშიც რა თქმა უნდა ბევრჯერ გავახარებთ მაყურებელს. 4 ივლისს სენაკის აკაკი ხორავას სახელობის დრამატულ თეატრს რუსთაველის ეროვნული თეატრის თასი სტუმრობდა. მაყურებლის წინაშე წარმოდგენილი იყო ედუარდო დე ფილიპოს ცნობილი პიესა მილიონერი ნაპოლი, რომელმაც დარბაზში არაერთი ემოცია გამოიწვია და მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ნეაპოლის ფონზე განვითარებული სიუჟეტი ადამიანური ღირსების, ოჯახის, სიყვარულისა და მორალური არჩევანის თემებს ეხება. დრამატული და კომედიური ელემენტების შერწყმით სპექტაკლმა მაყურებელი ერთდროულად დააფიქრა, ააღელვა და იმედის განცდაც დაუტოვა. ეს ამ ქალაქისთვის ყოველთვის ძალიან დიდი დღესასწაულია. მაყურებელი განსაკუთრებით ელოდება ეროვნული თეატრის სპექტაკლებს და მოხარულები ვართ ჩვენს, რომ ეს უკვე გადაიქცა ტრადიციად, უკვე რამოდენიმე წელია ვახერხებთ გასტროლებს. ძალიან მნიშვნელოვანია გასტროლები საერთოდ ქალაქიდან რეგიონებში, ეს ანვითარებს და პოპულარიზაციას უწევს რეგიონალურ თეატრებს და განსაკუთრებით ეს თეატრები, როგორც არის ეროვნული თეატრი. ძალიან კმაყოფილები ვართ. ჩვენ გვიყვარს სამეგრელო, გვიყვარს ჩვენი კვარა. მე ვგიჟდები ჩემ ერზე და ჩემი ერის კარგ წარმომადგენლებზე. ხო, ეხლა რაც შეეხება ჩვენ სპექტაკლს, ვფიქრობ, რომ შედგა. შეიძლება იდეალური არ გამოვიდა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ შედგა და მეც ვარ ასე თუ ისე კმაყოფილი მაინც ჩემი როლით, მაგრამ უფრო კმაყოფილი ვარ ჩემი კოლეგების წარმატებით. იტალიაში კიდე კანონი
ძალიან მიყვარს ჩემი როლი ამ სპექტაკლში მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი ყოფაქცევის ქალს თამაშობ. რაღაცა ვცადე ჩემ პერსონაჟში რაღაცა ადამიანური და ტრაგიკული ამომეღო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ყველაფერი რაღაცა განაპირობებს. რაც შეეხება ამ გასტროლებს, ძალიან მიყვარს საერთოდ საქართველოს მასშტაბით, საქართველოს რეგიონებში სპექტაკლის თამაში, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი მაყურებელი ყავს თითოეულ კუთხეს. უთფილესი მაყურებელი ყავდა სენაკს, რომელსაც მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა. და ყოველთვის მიხარია აი ესეთი გულღია და გულწრფელი მაყურებლისთვის თამაში, იმიტომ რომ რაღაცა ის სტიმულს გაძლევენ და კიდე რაღაცა სტიმულზე მეც გაძლევენ. როდესაც აქ ჩამოვდივარ, ჩემი ესე ვთქვა დედულეთში ჩამოვდივარ და განსაკუთრებულადაც ვღელავ, მაგრამ რაღაცა მეღორება განსაკუთრებული სითბო და სიყვარული, მაინც გენეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ და ამიტომ რაღაცა სიამაყეც მაქვს ხოლმე, როდესაც სხვები აღნიშნავენ, რომ რა კარგი ქალაქია, რა კარგი ხალხია, რა თეატრია, რა თქმა უნდა მე ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე ამის გამო. ფაქტიურად ახალი სპექტაკლია, კი ვითამაშეთ რაღაც თითქმის 1 წლის წინ, მაგრამ შემდეგ ისე მოხდა, რომ იმდენი ახალი რაღაც პრემიერებისთვის ქონდა მუშაობა, რომ ძალიან ცოტაჯერ მოგვიწია და ეხლა ძალიან ნერვიულობდით. თან ისე მოხდა, რომ ბატონი გოჩა კაპანაძე, ჩვენი რეჟისორმა რაღაც ვერ მოახერხა ჩამოსვლა და გამოვიდა, რომ აი ესე ვთქვათ, მამა არ ყვავდა რეჟისორი გვერდით. ძალიან ფანტასტიკური როლია, ყველა მსახიობისთვის საოცნებო. მსახიობი უნდა იყოს თავისი, ასე ვიტყოდი, ვექილი, თავისი პერსონაჟის, მithumetes ტრაგიკულ როლებში, კომედიური როლები ცოტა სხვა თემაა. და აქ რაც შეეხება, ნუ მე მაინც ამ ქალბატონს ის გამართლება აქვს, რომ ის ბოლომდე იბრძოდა თავისი შვილების გადასარჩენად. მიხარი ამ სპექტაკლში რომ თამაშობ, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი მსახიობები თამაშობენ, ქალბატონი მარინა, ქალბატონი ნანა და უამრავი ჩემი საყვარელი კოლეგა, მეგობარი. და კიდევ სასიხარულოა ის, რომ ისევ ჩვენ საყვარელ სენაკელ მაყურებელს შევხვდით დღეს, რომელთანაც 2 წლის წინ ვითამაშეთ სპექტაკლი და ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულია, ბედნიერია და ჩვენც მაქსიმალურად ვიხარჯებით და სიყვარულს გავცემთ და კარგია, როცა ესე გავდივართ ხოლმე, ასე ვთქვათ და ვთამაშობთ სხვადასხვა თეატრებში და ჩვენ სიყვარულს უზიარებთ მაყურებელს. ძალიან კმაყოფილები ვართ ჩვენს მსახიობები და ვიგრძენით, რომ მაყურებელი ძალიან კმაყოფილი დარჩა. რაც შეეხება ჩემს პერსონაჟს, ჩვენი მთავარი გმირის ქალბატონი მარინა კახიანის შვილს თამაშობ, ამალიას შვილს, ამადეოს. არ არსებობს პერსონაჟი, რომელსაც ვთამაშობ, რომ მასთან რაღაც ან საერთო, ან სინანულის გრძნობა, ან რაღაცა გვერდში დგომა, რაღაცნაირად გამართლება არ მოუძებნო, სხვანაირად როლი ვერ შედგება და ვერ გაკეთდება. ამ შემთხვევაში ისე აერია მას რაღაცა ეს ოჯახური სიტუაცია, მოიქ ომია, რაღაცა და ეს ისტორია რო გაგრძელებულიყო, გონია რომ მაინც რაღაც გამოსწორების გზაზე დადგებოდა აუცილებლად რა და ვფიქრობ რომ ცხოვრებაში წესია და ყველა გზაზე აცდენილი, სადღაც მაინც მინდა რომ დაბრუნდეს გზაზე და ნორმალურ ცხოვრებას ეწიოს. რუსთაველის ეროვნული თეატრის სენაკში გასტროლი დასრულდა, თუმცა ადგილობრივი დასი თეატრალურ სეზონს კვლავაც აგრძელებს.
მინდა გითხრათ ჩვენ და გასახარად რომ ამ თეატრს ერთგვარად აქვს უდიდესი ფუნქცია, იმიტომ რომ მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენთან ჩამოდიან სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები. ძირითადად თეატრი ემსახურება 13 მუნიციპალიტეტს. თეატრი არსებობს თეატრალური სტუდია, სადაც სწავლობენ აღზრდელები სხვადასხვა ასაკის. რა თქმა უნდა, სასწავლო პროგრამის შემდეგ ისინი უკვე მონაწილეობენ სხვადასხვა სპექტაკლებში. და სხვათა შორის უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ალბათ ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ამ ბავშვებმა მოახერხეს და ისინი დადგნენ რუსთაველის ეროვნულ თეატრის სცენაზე. წელს არის ჩვენი თეატრისთვის საიუბილეო თარიღი, რადგანაც აქცენტი საგარეულოს უკავშირდება ეს ქალაქი და თეატრალური შემოქმედების ცხოვრება, ამიტომ თეატრმა გადაწყვიტა, რომ საიუბილეო თარიღზე განხორციელდეს აქცენტი საგარელის ხანა.